ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს საბერძნეთში. სადებუტატო მანდატისთვის 21 პარტია იბრძვის. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან გაიხსნა. ექსპერტების პროგნოზით გამარჯვების შანსი კონსერვატიულ ახალ დემოკრატებსა და სრულიად საბერძნეთის სოციალისტურ მოძრაობა პასკოს აქვს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ არ არის გამორიცხული საკანონმდებლო ორგანოში მემარჯვენე ნაციონალების კომუნისტური პარტია და კოალიცია სირიზაც მოხვდეს. აღსანიშნავია, რომ პარტია სირიზა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გეგმებზე უარს აცხადებს და მკაცრი ეკონომიკური ზომების წინააღმდეგია. ხოლო თუ კი ახალი მთავრობა უარს იტყვის კრედიტორებთან შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებზე, საბერძნეთი ვერ მიიღებს ახალ კრედიტებს და სავარაუდოდ ევროზონიდან გასვლა მოუწევს. ამან კი შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ევროზონაში შემავალ სხვა ქვეყნებზეც. საბერძნეთის არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გერმანიის კანცლერმაც გააკეთა. ანგელა მერკელის თქმით, საბერძნეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი არჩევანის გაკეთება, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გზას გააგრძელებს. ქვეყნის მოქალაქეებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ადგილობრივი დროით 18 საათამდე შეუძლიათ. ეგზიტ პოლის შედეგები კი საბერძნეთის დროით 21 საათზე გახდება ცნობილი.